მორიგი მოსალმება არის მეგობრებო ჩემგან თქვენთვის დღეს ყველას დაგვატიჟებთ. ესე იგი ახლა ნახეთ შემდეგი ვიდეო. ბრძოლა საკუდა ვირველი დაწყებულია რა, ესე დავარქვი ჩემს ეხლანდელ ლაივს. რატო ახლა მეგობრებო ნახე დაწყებული არის ბრძოლა, რომელიც აცხადებს, რომ 10,000-ის წინააღმდეგ რეალურად გეუბნებით ახლა მე ამას. ახლა გამოჩნდება ვინ ხართ ჩემი მეგობარი, ვინ ხართ ჩემი მტრები, ხომ გითხარით? ამან მეფეს ორი საზოგადოება ყავდა. ერთნი იყვნენ, რომელსაც სძულდა, მეორენი იყვნენ, რომელთაც უყვარდა. იქ ვნახე ხარ რამდენიმე კომენტარში ზოგი ჩემს გამო ხმალი აქვს აღებული და ბრძოლობს რა, იბრძვის. და ვინც ვერ იბრძვის მეგობრებო, ეგ არ აუშავს, მაგრამ აი ის ხალხი, ვინც გაურკვევლობაშია რა, პირველად დამინახა, ხო? მას თუ სურს, რომ გამიცნოს, ჩაგიგდებთ მე Liquid Dogma თამარის ლაივი იმ ვიდეოს და ჩემს YouTube გვერდს ჩაგიგდებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ და 1500 ვიდეოდან ერთი სრულყოფილად ნახოთ რა, ესე ამონაჭერებით არ გინდათ. სრულყოფილად. ეხლა ჩემი ტელეფონი სად არის, ნახო? ნახეთ, ეს ადამიანი არის, ვიზეც ვლაპარაკობ, რომელმაც ჩემი ვიდეო გააზიარა და დააცათაურა, რომ ასეთებმა ჩემზე ამბობს, გოგავა თეკლაზე. გოგავა თეკლა ამბობს ჩემზე რა, ასეთებმა დაღუპეს ბერი ნიკოლოზიო რა და იქ ვიდეოც აქვს გაზიარებული. სხვათა შორის ის ვიდეო ბევრს არ აქვს ნანახი, ჩემი ვიდეო გაუვარდა ამ გოგოს და სერიოზულად, რა ვიცი, ასაკეთებს ახლა თავის PR-ს იკეთებს. ჩემს PR-საც აკეთებს თავისთავად. ეხლა ჩაგიგდებთ აი აქ კომენტარში ვიდეო, სადაც არის აღწერილი თუ როგორ არუშვებენ ბერ ნიკოლოზთან ლევან პეტრიაშვილი კი არა, ლევან ჯოგლიძე, პეტრიაშვილი, ალეკო და ვიღაცეები. აი, დგარი მარინა, მგონი მარინას ჩანს. არ უშვებენ ბერ ნიკოლოზთან, იმიტომ რომ 2 საათზე დაადგნენ თავზე ვიღაცა ექიმით და უნდათ შესვლა, ხო? ეხლა მე იქ 1-2 მდგარ ვარ და ვიცი ვითარება როგორია რა, როგორი იყო, როგორ ვითარდებოდა ის ვითარებები. ამიტომ ლევან ჯოგლიძესაც ვიცნობ, ალეკო პეტრიაშვილსაც ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ ისინი გულანთებული ნარიმანის მრევლი იყვნენ. ნუ ზოგი მათზე იძახდა აგენტიაო, ზოგი რას იძახდა, არ ვიცი, მანდ საერთოდ ისეთი ვითარება იყო, რომ ერთმანეთში იყვნენ არეულები, ხან ერთმანეთს აძაგებდნენ, ხან ყვარობდნენ. ეხლა მე ვფიქრობ, რომ რატომ არ შეუშვეს ლევან ჯოგლიძემ და ალეკო პეტრიაშვილმა ექიმი, ღამის 2 საათზე მისული ექიმი ნარიმანთან, მე ვფიქრობ, რომ ისინი მართლა გულწრფელად იცავდნენ ნარიმანს, რადგან მართლა დღისით სად იყვნენ ექიმები, რომ არ მოვიდნენ. საინტერესოა, ანუ სწორი შენიშვნა გააკეთა ალეკო პეტრიაშვილმა, რომ როგორ დღისით არ იყვნენ, ექიმს არ ეცალა, რომ არ მოსულ ღამის 2 საათზე რომ არ მისულიყვნენ. მართალია შეიძლება გადაერჩინათ, მაგრამ 2-3 დღის მკვდარი იყო უკვე და რას გადაარჩენდნენ, უკვე ბერით უმკვდარია, ხო? მე ვერ დავდებ მაგ ცილის წამებას, რომ ალეკო პეტრიაშვილმა და ლევან ჯოგლიძემ მოკლეს ბერი. აი, მაგის ცილს ნამდვილად ვერ დავწამებ მაგ ორ ადამიანს. არ ვიცი ხო ვინ არიან ეგენი, სიღრმისეულად ეგენი არ გამიცემ. მე ვიცი, რომ იქ რო ვიყავი და მაგის იმრევლი რომ ჭიდაობდა და ერთმანეთს ცემდა და ერთმანეთს ეს ლევან ჯოგლიძეც და იქითიანების და აქეთიანების ერთმანეთს ერეოდნენ, ეს ხალხი მე მიცავდა. ანუ მე პირველად მისული, ვინც ვიყავი, მიცავდა. აი ხო არავინ არ მიცნობდა იქ ვინ ვიყავი, მაგრამ
იცავდნენ ისეთ ვითარებას, რომ ახალი მოსულები რაღაცნაირად მომხდარ იყვნენ ბერთან, რომ დაენახათ ბერი ნიკოლოზი, ხო? ეხლა იყვნენ იქ ადამიანები, როგორც ჩანს, არ ვიცი, მომივიდა ყურამდე, მე იქ მდგა, რო ვიდექი მაგ დროს არ გამიგია, რომ ფული ღირდა იქ დგომა და ადგილები გაყიდული ყოფილა თურმე, მერე გავიგე, ეხლა გავიგე, რომ თურმე ადგილები გაყიდული ყოფილა და 2-3 ვიდექი ბერის გამოსვლაზე. მაგრამ ჩემთვის ეს არავის არ უთქვია, რომ მოგვეცი ფულიო, არავის არ უთქოს იქ. ჩვეულებრივად მაღლა ვიდექი, აგერ როგორც გეუბნებით, ეს ადამიანები, ვინც ვიდეოში ჩაგიგდეთ უკვე და ჩანან ვიდეოში ლევან ჯოგლიძე და ალეკო პეტრიაშვილი, მიცავდნენ მე, რომ მენახა ბერი. ხო, არც ისინი არ მიცნობდნენ, ახალი მისული ვიყავი და იქ ვინც ჭიდაობდა, რომ ეხლა ჩაუშვითო ეს ვინ არისო საერთოდო, აქ რატო დგასო ჩემზე. ერთადერთი ის ვიცი, რომ როგორ რას ნიშნავს ჩაუშვი და აქ რატო დგას, ახალი მოსულია და იცავდნენ ახალ მოსულს რა, რომ ენახა ბერი. ეგ ვიცი მარტო მაგათ შესახებ. ეხლა რაც შეეხება კიდევ რამდენიმე საუბრიდან, აქეთ ამხარე, მაგალითად იყო ერთი დავით ბაქრაძე, რომელიც ამტკიცებდა, კი არა და რას ამტკიცებდა, მოისაზრებდა, რომ ეს ლევან ჯოგლიძე არის აგენტი და ვისი აგენტი ვერ მეუბნებოდა. მოკლედ ერთმანეთი ეგონათ აგენტები რა, ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა. ამ ადამიანებს მე იქ რაც დავაკვირდი, ორ ჯგუფად იყო გაყოფილი. ერთ ჯგუფს ეგონა მეორე ჯგუფი აგენტების წარმომადგენლობა, მეორე ჯგუფსაც ის მეორე ჯგუფი აგენტების წარმომადგენლობა, პირველი ჯგუფი აგენტების წარმომადგენლობა ეგონა. ესე იყვნენ დარეული ბოლომდე და დღესაც ეგრე გრძელდება თურმე. აგერ სამძიმარზე მივედი ბერ ნიკოლოზთან, ერთნი შემხვდნენ საოცრად კეთილად, აი მაგალითად ლუიზას ჯგუფს ვისაც უწოდებდნენ, სხვათა შორის მაგ ჯოგლიძეს ჯგუფს ლუიზას ჯგუფი არ უყვარდა და აგენტებს უწოდებდა, ლუიზას ჯგუფს კიდე ეგენი არ უყვარდა, იმიტომ რომ აგენტები ეგონა. ხო და ეხლა ნახე რა მოხდა, ამათმა ხო დამიცვეს მე ბერი ნიკოლოზის გამოსვლის დროს ლევან ჯოგლიძემ, ალეკო პეტრიაშვილმა. იქ დამიცვეს. აი ლუიზას ჯგუფისგან. მე არ ვამბობ, რომ ლუიზა ოდესღაც ჩემ წინააღმდეგ რაღაცა თქვა, არა. აი ლუიზას ჯგუფად რო იყო დაყოფილი რა, ის ხალხი. და ეხლა აი აქ სამძიმარზე რომ მივედი, ლევან ჯოგლიძის ჯგუფმა გაიქაჯა თავის შენაქ რა გინდაო ჩემზე და ლუიზას ჯგუფი ძალიან თბილად შემხვდა. მოკლედ რას არ გაიგებ რა, ორომტრიალია, მაგარი უცნაური ვითარება. მე ეხლა აი როგორც არანაირად პიროვნული ამბიცია არ გამაჩნია, ან სადმე ვდგარიყავი, ან კიდე ვინმე ჯგუფად დამეყო, ან აგენტებად დამენახა. ჩემთვის აგენტიც ნორმალური ადამიანია. აგენტი აგენტია, მაგრამ ისიც ხო ადამიანია, ვთქვათ, ხო? არ ვყოფ მე ამ ჯგუფებად და კატეგორიებად, რომ ეს აგენტია, ის კარგია, ეს ცუდია. ყველა არის ისეთი, როგორიც არის. რა დღეს ესეთია, ხვალ სხვანაირია. ჩემთვის არ აქვს მაგას მნიშვნელობა, როგორი ხარ. დღეს ბოროტი ხარ, დღეს მაგინებ, ხვალ შეიძლება ერთმანეთს ჩავეხუტოთ. ეგ არა. ამიტომ მე როგორ ვარ იცი, რომ ხანძრული, ხანყვარული. აი ეს ძალიან კარგი რაღაც მასწავლა. ბებიაჩემი ძალიან ხშირად იმეორებდა ამ ფრაზას, ხანძრული, ხანყვარული. ეს ნორმალურია ხალხო. დღეს ხანძრულები ვართ ერთმანეთთან, ხვალ შეიძლება ყვარულები ვიყოთ. ხო და გესმით ხო ამ სიტყვების შინაარსი, ძულული და ყვარული. ძულული რო გძულს, ყვარული რო გიყვარს. აი ეს ზოგს არ ესმის ესეც კაცო. ყველაფერი უნდა დაუღეჭო ამ ადამიანებს. ხო და ერთი სიტყვით ეხლა წარმოიდგინეთ 220 ადამიანმა და რა ვიცი, ჭკუაზე არ არის ნახა ჩემი ვიდეო და რა პოპულარული ვარ. ეგეთი პოპულარულობა ბარეორმა ინატროს საქართველოში, ხო? ეხლა ვიღაცას გონია, რომ აუ ეს ვინ არის? არა და სხვათა შორის რას აკეთებენ ეხლა, იცით? იმას აკეთებენ, რომ ძალიან პოპულარულს ხდიან. მაგას მნიშვნელობა არა აქვს. პოპულარული როგორ გახდება ადამიანი. იცით რა არის მნიშვნელოვანი? შენი სახე და შენი ხმა, რომ ბევრ ადამიანს ესმის. თურმე ეგ ყოფილა მნიშვნელოვანი, საერთოდ ჩემი დაკვირვების ნიადაგზე ეს დავადასტურე, კი არა და ფილოსოფიურ მეცნიერული დაკვირვებით იმ კაცის არ იყოს.
დავადგინე, რომ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. კარგად გაგივარდება ხმა თუ ცუდად. მთავარია ბევრ მაგნახოს. ხვდებით? ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს ვინ ხარ, ადრე თუ გვიან მაინც გამოჩნდება ვინ ხარ. ასე რომ ზოგს რო გონია, რომ ეხლა ერბო ქონია, გაიგებს მალე რომ ერბოა და ქონია. აი ასე არის მეგობრებო. თამარ უფალი ხედავს სრულ ჭეშმარიტებას სიყვარულო. კი, უფალი ხედავს სრულ ჭეშმარიტებას შორენა ნამდვილად. ხო და აი როდესაც ის დრო მოვა რომ გაიგებს ხალხი რომ ერბოა და ქონია, მერე უკვე იქამდე უნდა მიხვიდე, რომ შენ შესახებ გადალაგდება ინფორმაციები. 200,000 ადამიანმა ნახა, 200,000 ადამიანი გაიგებს ვინ ხარ რეალურად. ესმის? აი, მანამდე თუ ტვინი აურიეს ამ 200,000 ადამიანს, მერე დალაგდება ყველაფერი. სხვათა შორის ეს ბერ ნიკოლოზის კარზე გაჟღერდა, რომ ვერ გაიგეს ვინ ვიყავი. ორივე მხარე მაკვირდებოდა და სხვათა შორის მერე ორივე მხარეს აინტერესებდა, რომ ბერ ნიკოლოზს ვენახე. რატო იცით? ბერი ნიკოლოზის რეაქცია აინტერესებდათ. და ბერმა ნიკოლოზმა რა გააკეთა, იცით რო გამოვიდა? ორივე მხარე ხო მაკვირდება ეხლა. ვინ ვარ, აგენტი ვარ, ჩამარტყავს თავში ნიკოლოზი თუ რას გააკეთებს? მისი ინტერესი ხო იყო ეს? ხო და სხვათა შორის რა მოხდა ეხლა? ბერი ნიკოლოზი რო გამოვიდა, თვალებში რო ჩამხედა, გაეღიმა ადამიანს. გაეღიმა, გაეცინა, გაუხარდა. ესმით? ეხლა ეს ვერ გაიგეს, რატო გაუხარდა ბერ ნიკოლოზს და რატო გაიღიმა. ეხლა კიდე მეორე მისვლაზე ორივე ჯგუფი მაკვირდებოდა და სხვათა შორის ორივე ჯგუფს აინტერესებდა, რომ იქ ვდგარიყავი მაღლა სუთავში. ხო და იქ გაჟღერდა ისინიც, რომ შენ თამარ მეფე არა ხარ, შენ თავზე რო იძახი თამარ მეფე ხო და აი ესეც გაჟღერდება მალე მეგობრებო, აი დაიწყებენ იმაზე საუბარს. ოი ეს თამარ მეფე არ არის? აი ნახავთ თუ არა რა. და მერე გადალაგდება და ბოლოს გაიგებენ ვარ თუ არა თამარ მეფე. აი ნახავთ. ღმერთო, აი როგორ ხედავ ამ ყველაფერს, იცი? კარგად ხედავ ამ ყველაფერს და რატო არის საინტერესო და რჩეულობა, იცი საინტერესო, რომ ამის ატანა სანამ ქაოსია და დიდი შეხლა შემოხლა, ამის ატანა ადამიანს უნდა შეეძლოს. თუ ამის ატანა ადამიანს არ შეუძლია, შეიძლება გაარეკინონ ტიპს რა. ან ტიპშას. ხო და ჩემო კარგებო, ისე კარგად მასწავლა ღმერთმა, როგორ უნდა შეუძლო ამის ატანა, რომ მთელი დედამიწის გარშემო რო ქაოსი დატრიალდეს, მაინც ვერ მომერევა. მთელი აი კაცობრიობაში რომ ჩემს შესახებ ქაოსი დატრიალდეს, მაინც ვერ მომერევა, ქაოსი ვერ მომერევა. იმიტომ რომ ვიცი ქაოსი ვინ არის. ეს არის ერთ-ერთი დემონი, რომელთანაც აი როგორ მეგობრო ვიცი, რომ შენ დაჯექი და მოჯექი მანდ. ხვდებით? ყველაზე დიდი დემონი, რომელთანაც ჯერ ეხლა კონტაქტობ არის აღიარება. აი ის დემონი რო არის, აღიარების დემონი. მაგასაც მოვაჯენ თავის ადგილზე, რო იცოდეთ რა. თამარ მოგწერე პირადში, მაგრამ აქაც ქსერ ხვალ ასაფლავებენ, თუ ზეგთ ხო მიპასუხე, მე წავიკითხე განცხადება ეწერა, ხუთშაბათს ასაფლავებენო და ჯიქიაზეო, ესე გავიგე. აი გადაამოწმეთ, მიდით იმ ადგილზე და იკითხეთ იქვე რა, განცხადება წერია. ეწერა მე ესე ხუთშაბათს რო ასაფლავებენ, ეგ წავიკითხე. ხო. მე მაგალითად არ მივალ ხალხო. მე გამოვემშვიდობე უკვე ბერ ნიკოლოზს და მე ისიც ვიცი რა მოხდება იქ დგომის შედეგად მან უკვე მითხრა გეგმა რა არის. ანუ დრო არ არსებობს ხალხო, დრო ერთი და იგივე, ერთ დროშია ყველა გაერთიანებული, ყველა დრო ეხლა ხდება და ერთ დროს აწყოში ხდება ყველა დრო. ანუ მაშინ დღეს და გუშინ ეგეთი რაღაცეები არ არსებობს და ხვალ. ჩემთვის არსებობს ეს ეხლა და ამ წამს რა ხდება. ვიცი წარსულიდან და მომავალსაც ვხედავ. ანუ წარსულიდანაც ვისწავლე, აწყოში ვხედავ რა მოხდება იქ. ხვდებით ხო? აი დრო გაერთიან და გავედი დროიდან რა და ეხლა ამასაც ამოჭრიან და არა უშავს ეს
მონტაჟი ძალიან კარგი რაღაც ჯადოსნური საკითხი არა, რო იცოდეთ. მონტაჟი ჩემი სპეციალობაა, რო იცოდეთ და ჯადოქრობა თუ გინდა, მონტაჟი უნდა ისწავლო. მართლა გეუბნებით. ჯადოქრობა თუ გინდა, მონტაჟი უნდა ისწავლო. დღეს ესე ჭრის ჯადოქრობა. ადრე მოადუღებდი რაღაცას, ჩაყრიდი შიგნით ბალახებს და შეუთქვავდი რაღაცას ზეცაში და აი ესე მუშაობდა და დღეს მუშაობს. დაიჭირე კადრი, ამოჭერი კადრი, გააზიარე და აბა შენიცი, მიდი. ხვალ ვაპირებ გასვლას დიდი სიამოვნებით გნახავდი იქ. არა მეგობრებო, ხავსი, კალცი, ლოკოკინებისთვის ვერ გეტყვი, რომ იქ ვნახავ, იმიტომ რომ ბიოლოკაციამაც გითხრა, რომ არ არის ჩემი იქ მისვლა საჭირო. იქ რომ მივედი, ხო, იქ ქაჯები დგანან, ქაჯებთან არაფერი არ არის საინტერესო. გეტყვით, სანამ შიგნი შევხვალთ სამძიმარზე, მანამდე ქაჯები უნდა გაიაროთ. ის ქაჯები ისეთ ამბებს ტეხენ, რომ უბრალოდ ძალიან სირცხვილია ეხა ბერი ნიკოლოზისთვის, რომ იქ აურზაური ატეხო, ატეხინო შენს გამო რა, შენს გამო რომ მიხვედი იქ და შენ მიდი, არავინ არ გიცნობს იქ. არავინ არაფერს არ გეტყვის, მე რო იქ მივიდე, იქ იმხელა აურზაურს ატეხენ, რომ უბრალოდ არ ვაკადრებ იქ გარდაცვლილს მაგას რა. ბევრგან შევხვდა თამარ შენი ვიდეო დაჭრილი TikTok-ზე ძიდო. კი, ეხლა ჩემით გახდებიან ეგენი პოპულარულები და მეც გამხდიან პოპულარულს მაგას რა უნდა ორივე. რატო ეხლა მეგობრებო გეტყვით რა. ყველაზე დიდი ომები კუების და ვირების გან შემდგარი ომები, ანუ სიტყვა საკუვირველი მანდედან მოდის, კუსა და ვირის ველებზე გამართული ბრძოლა. ბრძოლა საკვირველი უკვე მოგებულია. ორი დიდი ბრძოლა მაქვს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა მოგებული რა, რამხელა ომი მაქვს მოგებული. ამას როდის გაიგებთ თქვენ იცი? აი, ქრისტეს რო დაინახავთ, მაშინ თუ დაინახავთ, მაშინ გაიგებთ. მაგრამ მეორეთ მოსვლის დროს რა, როცა ქრისტე ჩამოვა, ხო და მაგრამ ეხლა რაც გამოდის, ხო, ეს არის უკვე ჩინში გამოსულის იმის სიმპტომი, რა ჭირიც იყო და რა ომებიც მოვიგე, რომელი კუ და ვირის ველები დავამარცხე. გესმით? აი, ეხლა გამოდის ჩინში. თქვენ არ იცით რამხელა ჯადოედო ჩემს წინსვლას. რამხელა ჯადოედო იცით ჩემს წინსვლას. ეს დიდი ომები, აი ეს ჯადოს ნური ომები და ამ ჯადოს დამარცხება ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ შესაძლებელი აღმოჩნდა. მადლობა უფალს, მადლობა იესო ქრისტეს, მადლობა სულიწმინდას, მამაზეც იერს, ძეღმერს და სულიწმინდას ყოვლადურყვნელ სინათლეს, მადლობა მათ, რომ დამეხვარენ ამ ომების მოგებაში. თქვენთან ერთად სიდონებო, დიდად მადლიერი ვარ მე თქვენი. სიდონებში ძალიან მნიშვნელოვან ხალხს ჩამოვთვლი ახლა. ესენი არიან სულ რაღაც სიცე ჩამოსათვლელი ხალხი, რომელიც ამ ბრძოლაში მხარში მედგა და აი ჩვენ მართლაც დავამარცხეთ კუებისა და ვირების ველი. ნახეთ რა ხდება ახლა. ნინო ხარაძე განსაკუთრებულად გავიცანი მას შემდეგ, რაც ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად, თეა ანთაძესთან ერთად, ჩემს მეუღლესთან ერთად, რა თქმა უნდა, სხვა მეგობრებთან ერთად ჯვარზე ვიდექით მცხეთაში, ჯვრის მონასტერზე. ესე იგი, ესენი არიან, ვინც ვარდის განთავისუფლებაში დაგვეხმარნენ ჯვრის მონასტერზე და ვარდის განთავისუფლება იყო ყველაზე დიდი ჯადო, რაც კი ამ ცხოვრებაში ვინმეს გაუკეთებია და ყველაზე რთული მოსახსნელი, რაც კი ამ ცხოვრებაში ვინმეს გაუკეთებია, აი ის ვარდი, როცა 23 ნოემბერს 2025 წლის 23 ნოემბერს ნოემბერს კერდა 23 მარტს მოხსენით ჩვენ ჯვრის მონასტერზე, უმაღლესი ცნობიერება გავათავისუფლეთ. ესენი იყვნენ თეა ანთაძე და 3 დღე ვიყავით იქ და ვჩალიჩობდით ამ საკითხზე, რომ უმაღლესი ცნობიერება ჯვრიდან გაგვეთავისუფლებინა, რომელიც იყო დატყვევებული. ესენი იყვნენ
თია ანთაძესთან ერთად ერთი დღე ვწმინდეთ ჯვრის მონასტრის ეკლესია ჯადოებისგან. შემდეგ ეს ჯადოები იმდენად მძიმე იყო, რომ სადღაც იქ მოვისროლეთ იქ. იყო ასევე ჩემი ყოფილი ახლა რა ვიცი სიდონში აღარ არის ის ლალი, რომელიც მესამე დღეს ამოვიდა ჯვრის მონასტერზე ერთი წუთი მეგობრებო რაღაც უნდა გამოვიყო და ნახეთ პური გამოვაცხეთ. რა კარგი პურებია. ჩემო მეუღლე გამოაცხო და ეხლა მე უნდა გამოვიყო ეს. გავაგრძელებ ახლავე გამოვიყო თორე არ დამიწოს. ერთი წუთით რა მძიმე პურებია იცით? გამორთო. აი. დღეს რომ მოვედი ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მეზე მოვედით 1-4 საათი მეძინა. ხო და ცოტა ხნის წინ გამეღვიძა. მოდი აქეთ დავჭდები. ცოტა ხნის წინ გამეღვიძა. ჩავიხედე მეთქი რა ხდება, მთელი დღე ვმუშაობ იმის აღდგენაზე. ჩემი გვარის აღდგენაზე, გესმით? მივდივარ იქ. ქვირითთან. ხო, ქვირითთან მივდივარ, სადაც დავიდე, იქ მივდივარ. ჩვენი გვარის ისტორია სადაც დაიდო რა. ხო და მეგობრებო, ესეთი რამე არის, რომ ძალიან დიდი ნებისყოფა სჭირდება, ეხლა წარმოიდგინე 6 საათი რო ზიხარ და ძველ ნაწერებში იქექები რა, შენ გვარს რო ეძებ, ძალიან რთული სამუშაოა, მაგრამ მადლობა უფალს, მადლობა ყოვლადწმინდა სამებას და ყოვლადურყმრელ სინათლეს, რომ ამის ძალას მაძლევს. მართლა დიდი მადლობა. ძალიან ძვირფასი ხართ ამარო სოფია ამბობს. მადლობა სოფია, ჩვენი სოფია კრისტალბექსი მეგობრებო, სიდონის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პირია. მარი ხუციშვილი, ნაპერწკალი, ესე არის წოდებული ნაპერწკალი, მისი შეფარული, მისი ფსევდოსახელია. ლალი იყო ჩვენი წევრი, სიდონის წევრი და შემდეგ თავისი ნებით გავიდა. თია ანთაძე, ნინო ხარაძე, ვინც აქტიურობთ, მეგობრებო, მათი გვარი და სახელები მომახსოვდება. და ეხლა ჩამოვთვლი მათ. მეგობრებო, არ გამომრჩეს ეხლა ვინმე ერთი წუთით. თამარ გაგაძე არის ერთ-ერთი სიდონის წევრი, ოღონდ ცალკე არის, ნახეთ. თამარ გაგაძე დამოუკიდებელი სიდონის წევრია, ესე რომ ვთქვათ რა, დამოუკიდებლად მუშაობს. დამოუკიდებლად, თუმცა სიდონში კიდევ აქ სხვა დაღვინება მიდის, სხვა დაღვინება იმას ნიშნავს, რომ დუღილის პროცესი სხვა გვარია. არის ესე იგი სიდონის წევრები ცალკე თავი გამოყოფილი ამ ჯგუფიდან
რადგან აი ამ დუღილის პროცესი არ სჭირდებათ მათ როგორ ვთქვა იცით ეს დუღილის პროცესი არის სხვა პროცესი რა და ეს დუღილის პროცესი ვისაც სჭირდება ის უძლებს იმ დუღილის პროცესს და იტანს ვისაც უკვე ეს დუღილის პროცესი აღარ სჭირდება და თავად ღვინოა ხო ის უკვე დამოუკიდებლად მუშაობს და ესე ვიტყოდი რა რომ ძალიან ბევრი ესე დამოუკიდებელი პირები არიან რომლებიც გვეხმარებიან ლაზარეს აღდგენაში. ლაზარე იცით ხო რა არის ქართული ენა, რომელიც ქართულ ანბანშია მოთავსებული ანი და ჰოეში, ქრისტეს მეგობარია. ანი და ჰოე ხო? ქრისტე ამბობს ანი და ჰოე ვარო, ლაზარე კი შიგთავსია. ხო და აი ესეთი მეგობრებო, ესეთი საკითხები იხსნება ქართული ანბანით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ძალიან მალე. და მართალია ძალიან ბევრს სძინავს ჯერ, მაგრამ გამოფხიზლდება მალე. სწორედ ახლა ეს პროცესები დაწყებულია, ბრძოლა მოგებულია და ჯვარზე, როდესაც გავათავისუფლეთ ის უმაღლესი ცნობიერება, რომელიც დატყვევებული ჰქონდათ ქაჯებს, ახლა უკვე მეგობრებო, ეს ნელ-ნელა გამოდის. უმაღლესი ცნობიერების ეგრევე თავში შემოსვლა ვერ ხდება და ის უნდა გაიაზროს როგორც სულმა, ისე გულმა, ისე გონებამ. გესმით? და სული მოთავსებულია ქრისტე ამბობს გულსა და გონებას შორის, ანუ ლოგოსისა და სიყვარულს შორის, ანუ მეხუთე ენერგეტიკულ ველში, რომელიც სპირიდან გამოდის ენის სახით, ხო? ენაზე ვმეტყველებთ. მეტყუელება. ეს ნიშნავს, რომ ტყუელი გამოვიდა მეში. მეტყველება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თავდაპირველად სიტყვის სახით ისახება. ხო, დაბადების პირველ თავში წერია ბიბლიაში, თავდაპირველად იყო სიტყვა. ხო ესია. ხო და სიტყვა როგორ იქნებოდა თუ არ იმეტყველე. აი მე ტყუელთან მივდივართ ახლა, რომ თვითონ ის ტყუ ამისი ფუძე ქართულ ანბანში არის მე ტყუელება. ტყუ თვითონ მოთავსებული ტყუილშიც არის და მეტყუელებაშიც არის. ნახე, ტყუილი და ტყუელი ორი სხვადასხვა რაღაცა არის. შენ თუ სიცრუეს საუბრობ, ტყუილთან ხარ, შენ თუ სიმართლეს საუბრობ, ტყუელთან ხარ. ანუ ტყუელი ორგვარია. ერთი ცრუ და ერთი მართალი. და ასეთი ორგვარი სახის ბუნების თითოეულ ჩვენგანში არსებობს როგორც დაცემული მხარე, ისე აღმატებული მხარე. გესმით? აი, აღმატებული მხარე, დაცემული მხარე. მარჯვენა, მარცხენა. ხო, შეიძლება თქვენ და სხვანაირად ჩანს, ეს არის ჩემი მარჯვენა, ეს არის ჩემი მარცხენა. რა ვქნათ, რომ კადრი შემოტრიალებულია სამწუხაროდ. მობილური სპრალია. და როდესაც მე ტყუელთან მიდიხარ და არა მე ტყუილთან, მაშინ შენ გამოთქვავ სიტყვას. პირიდან როდესაც გამოდის სიტყვა, არის თავდაპირველი. როგორო თავისა და პირის ველიო, ხო? კი. სიტყვა არის თავისა და პირის ველი. თავდაპირველი. კი. ასე რომ შემოკარგებო, უმაღლესი ცნობიერება, რომელიც დატყვევებული ჰქონდათ ქაჯებს, გახსნილია. ახლა მხოლოდ უნდა მოვიდეს თქვენთან. ვინც ახლა პირველად მიყურებს, იცოდეთ, რომ 1500 ვიდეო მაქვს ჩაწერილი, 4 წლის განმავლობაში ვსაუბრობ ამ თემებზე. ბევრგან ვიგინები, ბევრგან ვიწყევლები, ეს ნუ შეგაშინებთ. ეს არის ჩვეულებრივი დუღილის პროცესი, რაც ჩვეულებრივი საკითხია ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ თუ ეს არ გაქვთ გავლილი, ეს დუღილი ჯერ არ გაქვთ გავლილი, აუცილებლად გაივლით, სანამ ქრისტეს იხილავთ. მე თუ 4 წლის განმავლობაში გავიარე, თქვენ შეიძლება 4 თვის განმავლობაში მოახერხოთ, იმიტომ რომ დრო დაჩქარებულია უკვე. ძალიან დაჩქარებულია. ასე რომ შეგიძლიათ დასხდეთ, შეხვიდეთ თამარის ლაივი ლიკვიდი დოგმაზე, YouTube-ზე და ნახოთ 1500 ვიდეო.
უბრალოდ ჩაწერეთ YouTube-ში თამარის ლაივი. ერთ-ერთს მაინც ამოგიგდებთ და იმის მიხედვით ნახეთ მერე ჩემი ვიდეოები. წარმოგიდგენიათ 1500 ვიდეოდან თითოეულ ვიდეოში საათნახევარი ვსაუბრობ. ხო და ვისაც დრო გაქვთ და ვისაც სურვილი შეხედეთ. სოფია წერს მეტყველება აბელ ტყვე მე. ანუ მეტყველება თვითონ ამ სიტყვაში ეგზის აბელ ტყვე მე. აბელი რო და ხო მოკლა კაინმა ხო? ხო, კაინმა მოკლა აბელი კი. სხვათა შორის მანდ მივდივარ სოფო. მანდ მივდივარ მეც. აი ამ გვარის გამოკვლევით უნდა ავიდე მან დაუცილებლად უნდა ავიდე კაინთან. იმიტომ რომ სხვაგარად იქ ფესში ვერ ჩასწორდება. ეს ძმათა კვლელობა ყოველთვის იქნება. სანამ იქ კაინი არ განიკურნება. აქ უნდა გავარკვიო რა მოხდა მანდ. აუცილებლად. აი ახლა აბელი ახსენე უკვე როგორც ჩანს ახლოს ვართ. ხო. და რასაც ხსნით სიდონში მეგობრებო, რაც იხსნება სიდონში, მერე იხსნება გარეთაც. ძალიან უკვე მე რამდენად დავაკვირდით ამ ვითარებას, რომ სიდონში ხსნით გლობალური მასშტაბით ხდება ის რაც უნდა მოხდეს. ამიტომ ტყუილად არ მოუთხოვია ნარიმანს თამარ ინასარიძე მომიტანოს ანბანიო, ხო? იგივე ბანანიო. ანი, ბანი, ბანი, ანი. ერთი და იგივეა. მარცხნიდან მარჯვნივ წაიკითხავ თუ მარჯვნიდან მარცხნივ. არ გეგონოთ რომ შეცდომას ვამბობ, ეს ჩემი მარჯვენაა, ეს ჩემი მარცხენაა. კადრი შემოტრიალებულია. ეს ხალი არის მარჯვნივ. მარჯვნივ არის ეს ხალი. აქ აინახეთ. მოდი მოვატრიალო კადრი, რომ კარგად დაინახოთ. ხედავთ ხო? არ ვიცი როგორ ჩანვარ. ეს არის ჩემი სრული სახე. ეხლა ეს მარჯვენა მხარეა, ეს მარცხენა მხარეა. ეხლა ისევ შემოვატრიალოთ, ხო, რომ იცოდეთ. კარგი მეგობრებო, სავარაუდოდ დაწყებულია ეხლა ჩინში გამოსვლა. რა თქმა უნდა, ჩინში გამოვალ მეც, ვინ თუ მე არა, ხო? ილია მეორე გარდაიცვალა, ვისთანაც მიმიყვანეს ზეციურმა ძალებმა. შემდეგ მალევე მიმიყვანეს ნარიმანთან, ვისთანაც საქმე მოსაგვარებელი იყო. ამ ორ დიდ ძალასთან რა თქმა უნდა, ახლა ჩინში უნდა გამოვიდეს თამარ ინასარიძე, რადგან საქმეა გასაკეთებელი. ხო? საქმეა გასაკეთებელი. მე იმასაც გეტყვით რა, რომ ილია მეორესთან და ნარიმანთან ტყუილად არ მიმიყვანეს მე. თქვენ ნახეთ რომ ილია მეორეს ნარიმანი მალევე გაყვა, ხო? ილია მეორეს ნარიმანი მალევე გაყვა. რატომ? იმიტომ რომ ილია მეორეს ჰქონდა საქმე შესასრულებელი ნარიმანთან დაკავშირებით. მე უბრალოდ ეს უნდა შემესრულებინა, რადგან ზეციურმა ძალებმა ასე ინებეს. ხო? როგორ ინებეს? ჯერ მიმიყვანეს ილიასთან და 4 დღეში ის ვიდეო 700,000 ადამიანმა ნახა 4 წლის წინ, აღდგომა დღეს. ახლა მეგობრებო, გავიდა 3 წელი. გააცხადდა ილია მეორის გარდაცვალება, იმიტომ რომ ვერ შეასრულა 3 წელი მისაღმერთმა მათ თავიანთი ერის გამოსაფხიზლებლად. ვერც ილიამ მოახერხა ეს ერის გამოფხიზლება და რაც უნდა მოიხერხებინა ილიას ვერ მოხდა. შემდეგ მივიდა თამარი და 700,000 ადამიანმა ნახა და ხალხი არ ვიცი გამოფხიზლდა თუ არა, მაგრამ ხო იცით ადამიანი რო იღვიძებს, ახალი გაღვიძებული რა, ჯერ რაღაცები ელანდება რა. ზუსტად ვერ იგებს სად არის როგორ. აი ეგეთი ვითარება მოუხდა მერე. ვერ გაიგო ვის უნდა დაესხას თავს. ამასობაში ვიდრე ურჩხულს დაესხმებოდა თავს, ეგონა რომ მე ვიყავი ის ურჩხული და მე დამესხა თავს. ახლა მეგობრებო, ურჩხული განადგურდა,
ურჩხული განადგურებულია და ეხლა დაინახავს ხალხი მე ვინ ვარ რეალურად, იმიტომ რომ ოდნავ მაშინ ხო გამოფხიზლდა 4 წლის წინ, ეხლა უკვე სერიოზულად გამოფხიზლებულია. აგერ ეხლა ნარიმანის ამბავმა კიდევ ერთხელ შეაფუცხუნა რა, ესე რომ ვთქვათ. ხალხი, ჩვენ გვაქვს სახში ესეთი რიტუალი. დილით რო ვიღვიძებთ სკოლაში, ხოლმე წავიყვანოთ ბავშვები რა და ესე იგი, გერმანიაში ვინც დაბადებულები არიან, ესენი არიან ჩემი მეუღლე, მარიამი ჩემი გოგო და ნიკოლოზი ჩემი ბიჭი, პირველი ბიჭი და მეორე, ანუ პირველი ბიჭი და მის მერე რო დაიბადა გოგო, ისინი გერმანიაში დაიბადნენ და ჩემ მესამე ბავშვი, ანუ მეორე ბიჭი დაიბადა საქართველოში. და ესე ვართ რა დაყოფილი, თქვენ ქართველებო და თქვენ გერმანელებო, ესე უგლებით ხოლმე ერთმანეთს. იმიტომ რომ გერმანელები ადრე დგებიან ხოლმე, არ სჭირდებათ მაგათ ბუძილნიკი. მაგვიძარა არ სჭირდებათ, თავში დგებიან ხოლმე. და ქართველებს გძინავს ხოლმე და ერთი სამჯერ უნდა შემოვიდეს ჩემი მეუღლე რომ გაგვაღვიძეთ. აბა გაიღვიძეთ ახლა ქართველებო, ჰე, გაიღვიძეთ. აუცა, ეგიც სიმბოლურია, რომ იცოდეთ რა. ეხლა მოვწვი, ეხლა დავაკავშირე ერთმანეთთან. ნუ მოკლედ მე ხო გავიღვიძებ ხოლმე ესე, გავიღვიძებ ძლივს, იმიტომ რომ დილით ადგომა მეზიზღება ჭირივით და მე ეხლა ჩემი ბიჭი ივანე. ეხლა სამჯერ მე უნდა შევიდე, ივანე გაიღვიძე, ივანე გაიღვიძე. აი ესეთი ვითარება ხდება რა, რომ კი გამოვხიზლდი, მაგრამ კიდე უნდა შემოვიდეს ვიღაცა რომ გამოგაფხიზლოს. აი მესამეც რომ შემოვა ხოლმე უკვე მე ვდგები. ჩემი მეუღლე რომ მესამეც შემოვა გამოსაფხიზლად. ესე მოხდა. პირველად მივედი ილიასთან. პირველი გამოფხიზლება მოხდა, გამოფხიზდა ხალხი ისევ დაიძინა. ეზარება ქართველს გაღვიძება რა ვქნა ჩემი თავზე გამოცდილი. და აგერ ჩემი ბიჭი ივანეზეც. მეორეც შემოვიდა, გაიღვიძა ხო, კარგი უკვე ვიცი რაშიც არის საქმე და უბრალოდ არ მინდა მეზარება ადგო. აი, პირველი გამოფხიზლება მოხდა ილიასთან. მეორე გამოფხიზლება მოხდა ნარიმანთან. ახლა მესამე გამოფხიზლებაზე უნდა ავდგეთ, მეგობრებო, ავდგეთ. საქმე ვაკეთოთ, სხვა გზა აღარ გვაქვს. აღარავინ აღარ დაგვაცდის ძილს. ნუ ეს ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მესამე გამოფხიზლება იქნება უკვე, როდესაც თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება და აი იქ უკვე ხალხი მართლა ფეხზე უნდა დადგეს მეტი. ვინც დადგება ფეხზე, ის უკვე დაიწყებს საქმეს. ვინც ვერ დადგება ფეხზე, ის უკვე მძინა რა. ჩაქნეული ხელიანი ადამიანია. ხო, მოკლედ მესამე გამოფხიზლებაც მალე იქნება, მეგობრებო. პირველი იყო ილია 4 წლის წინ, ახლა არის ნარიმანი 4 წლის მერე, ანუ 3 წლის მერე მე-4 წელზე და ეხლა უკვე დრო დაჩქარებულია, 3 წელი აღარ გვაცდის ზეციერი, მამა ზეციერი, დედა ზეციერი და ძე ზეციერი. და ახლა, მეგობრებო, სულ რაღაც რამდენიმე თვეში თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება. დარწმუნებული ყავით, იცით როდის გაიხსნება თამარ მეფის აკლდამა? მე რომ ავალ ნასრასთან. იცით ვინ არის ნასრა? ნასრი არის აშოტ კურაპალატის შვილიშვილი. ნასრე. და ნასრი არის ჩვენი გვარის ფუძე. აი, როდესაც ნასრესთან ავალ, მე ნასრის იქით უკვე ვახტანგ ბაგრატიონს ვახუშტი ბაგრატიონს გამოკლეული აქვს და ყველაფერი უკვე აწყობილი აქვს. აღარ დამჭირდება ძალიან დიდი ბრძოლა. ეხლა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სხვათა შორის ამ საკითხში მეხმარება ბატონი რატიანი. ტარიელი გამოჩნდა, მეთქი რო გითხარით, ხომ იცით? ქართულ ანბანში, ქართულ ასობგერებს როგორც ქვიათ, ტარ, ტ არის ტარ, ტს ქვია ტარ. იკითხებოდა უკუღმა. ტარ არის რატ. და რატიანი არის ის ადამიანი, რომელიც გასაღები უჭირავს, უნიონის გასაღები ხელში. ხო და რომელსაც ვეძებდით, ის გამოჩნდა. ხო და ბატონი რატიანი ამაში მეხმარება და მალე ჩვენ მივალთ გასაღებთან. ნასრე. მივდივართ. ნას არის უკუღმა წაკითხული, ნას არის სან. მზესთან მივდივართ, ისეც თუ ასეც მზესთან მივდივართ. ყოველ შემთხვევაში უნიონთან მივდივართ რა და ეხლა რატო ახსენეს, იცით? მესამე გამოფხიზლება იქნება თამარ მეფის აკლდამით.
თამარ მეფის აკლდამის გახსნით და მისი აღდგომით. ხო და ეხლა რა გინდა რომ გითხრათ იცით? აი ჯერ ვარ ასული, ნახე ნასრა იყო მე-9 საუკუნეში. მე ვარ ასული ჯერ მე-17 საუკუნეში. იქაც არა ჯერ მე-18 საუკუნეზე ვარ. აი მე 21 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე მოვახერხე ასვლა რა. და ეხლა წარმოიდგინეთ რომ მე-8 საუკუნემდე უნდა ავიდე ამ ინფორმაციებით რომ გავხსნა ეს გზა. ხო, სულ კალმახი რა უკან მიდის. აი აჩვენოთ რასულის ხო. სურათ ხატონად რომ განახებთ ეგ უკვე მე სხვანაირად ხედავთ ხოლმე რა ლაპარაკი ხო წარმოდგენის უნარი არა აქვს ადამიანს. ესე ადვილად. აი მეგობრებო, ეს არის ჩემი კომპანია აღდგენა 84. ეს არის ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ახლა აი ამ საკითხზე, რომ აღადგინოს ეს გვარი. აი მე მაქვს საუბარი ამაზე რა. აი ეს არის ნასრე. ეს არის გურამ მამფალის შვილი. აშოტ კურაპალატი აი აქ კლავენ და ეს არის ნახეთ ეს ბაგრატიონების ფუძია და აშოტ კურაპალატის გამოყოფა ანუ შტო მიდის გურამ მამფალიდან და გურამ მამფალს მერე ნასრა ებადება. აი ამან მოკლა დავით მეფე. აქ წერია ამან მოკლა დავით მეფე. ეს არის 888 წელი. მერვე სართულზე ავდივართ, იცოდეთ რა. ეხლა ნახეთ. აქ მერე ჩამოდის და მიდის, აქ თამარ მეფე არის დაბადებული, მერე ვიღაცები. აი თამარ მეფე უკვე 1000 ეს არის 1000 წელი. 1200 წელს თამარი იბადება აი აქ. ამის სრული ვერსიაც მაქვს, მაგრამ ეს გავადიდე ეხლა და ისე სხვათა შორის მაგასაც განახებთ, რომ დაახლოებით მიხვდეთ რას ვაკეთებ რა, რაზე მუშაობს ეხლა აღდგენა 84. ეს ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია შედგება მეგობრებო ერთი კაცით, თამარ ინასარიძით. ხო. ერთი წუთით. აქ ეხლა არ ეს ბურცელი ისედაც მჭირდებოდა. კარგი გოგოები და ბიჭები ხართ რომ გამომყევით ჩემს ოთახში. ეხლა მე აქ ვეძებ საგვარეულოს ხეს. საგვარეულოს ხეს უნდა ვიპოვო. სადღაცა აქ უნდა იდოს. ნეტა სად მაქვს, აღარ მახსოვს სად. მოგავიხსენო. ხომ არ არის. ხერთო მაპოვნინე რა დროზე მოპოვნინე. ხო. ერთი წუთით. აკადემიის. ეს არის საკაცი. ისინი ამდა. თამარზე რომ მუშაობდი, მაშინ ამომივარდა და საწავიღე მე აღარ მახსოვს. მართალი გითხრათ. კარგი, აქ არ არის. მაშინ რა უნდა იყოს?
სად არის? არ არის მეგობრებო, ვეძებ, არა აქ უნდა იყოს ესეთ რა. ხო და შეიძლება იქ მაგ სიდონში. თუ საჭირო არის გამოჩდება, თუ არა და ესე იგი არ საჭირო გამოჩდეს. არა და განსაკუთრებულად მედოხლონე რა. დიდი ხანი გასულა, რაც ჩემს საბუთებში არ ჩამიხედავს. მოკლედ ბოდიშს კი არ გიხდით, მაგრამ შეგიძლიათ მერე YouTube-ზე გადაახვიოთ. შეგიძლიათ ეხლა დღეს გათიშოთ, წესით გქონდა ესე მედო რა. აქ მედო სადღაც და საწავიდა რატო არ არის. მიდია. სამწუხაროა რომ ვეღარ ნახე. კარგი. არა უშავს. მე ძიქს ამოვიღებ ახლა. თუ ვერ ნახე მე გამოჩდება როცა საჭიროა. გავიდით ახლა იქ.
ერთი შანსი მაქვს აქ სიდონში თუ არის თუ არა და არ ვიცი შეიძლება ხო დღეს თუ გაგიმართლათ თუ არ გაგიმართლათ არ გაგიმართლათ ჩემი ბრალი არ არის აი ნახეთ, ეს არის ძველი ამონაწერი. აქ არის დაბადების წელი. აქ არის ის, ვინც დაიბადა, ვისი ძე იყო და ეს ვინ არის მღვდელი. ხო? და ასეთი არის, მეგობრებო, ერთი რამდენი ადამიანის დაიბადა იმ სოფელში, ის უნდა ნახო და დამიფარა თვალები დღეს. თვალები ერთად დამიფაროს. კარგად მიყოფოს ღმერთმა. ამ ყველაფერს მერე იმას ჩვენი რა ქვია. აღდგენ ხელს. მისი მიხედვით, გესმით? მეგონი აქ არის. მეგონი აქ არის. აქ უნდა იყოს ეს. ფურცლები. რამდენი გვიშრომია სიდონებო. რამდენი გვიშრომია. აი ეს თავის ფხაში ჩასმული ანბანი მეგობრებო, რომელთაც მივედი ნარიმანთან. ეს უმთავრობით. პრინციპში ბერმა ნიკოლოზმა თითქმის ყველაფერი მითხრა, რაც უნდა გავაკეთო რა. ანუ მიმანიშნა იმაზე თუ რა უნდა გავაკეთო. გესმით? სამწუხაროა, რომ მისმა რეუნმა ვერ მოახერხა მისი გამოთხიზება ვერ მოახერხა რა, ვერ გაიგო რა უნდა გააკეთო. ვერ გაიგო. ახლა გაიგებენ, არა უშავს. ახლა გაიგებენ. ხახო ვერ პოულობ რა ვქნა. არა და იქ უნდა გაჩვენოთ რა, რაღაცა უნდა გაჩვენოთ მე. ეს ჭირდება. ხო და როგორ გაჩვენოთ თუ ვერ ნახე ის ფურცელი. ადრე გაჩვენით მაგის შესახებ, მაგრამ ეხლა ჭირდება და რა ვქნა. ეხლა რომ ჭირდება. რატო დამეკარგა ის ფურცელი? ხომ მეკრით?
სად არის? აქ უნდა იყოს. არ არის ხო? ფეხები დაუგრძელეს თამარო? ვერ დაუგრძელეს ფეხები და იმიტომაც მოხდა ეგრე. ვერ ნახე. არ არის ეთყობა საჭირო, ესე იგი რომ ვნახოთ დღეს. რა ვქნა, აი ვერ ვნახე, ვეძებე და ვერ ვნახე. ეს არის მთელი ერთი, ეს არის პატარა მონაკვეთი ჩამონათვალე რა, ეს ამ გადიდებულია ეს, ნახე. აქ მოყვება მთელი 1900 რაღაც წლამდე. ქვემოთ კიდე. აი აქედან ეს არის დინა 4-დან ამ მონაკვეთი რაღაც ფურცელზე რა. რა ხდება, ნახეთ. აი ეს რო ავიღოთ, ეს ნაწილი არის დაახლოებით აი აქედან ამონაჭერი. წარმოგიდგენთ, აი აქედან მიყვება ესე, მოდის და აი ესე ჩამოდის. ეს ხე და აი ეს ნაწილი არის მარტო ეს მონაკვეთი. დინა 4-დან რა და აი ეს მონაკვეთი არის ახლა რა. რასაც გაჩვენებთ. მერე მოდის აი აქ იბადება უკვე დავით აღმაშენებელი. აი აქ სადღაცა. მერე მისი განშტოებებია მონაცემი და რო გითხარით რა. აი ბაგრატიონები ხო არიან ესენი, ბაგრატიონები მოდიან, აქ ჯვარცმა არის, აი აქ უკვე ჯვარცმა არის, ერთი თავდება ჯვარცმით და ხო გითხარით აი ამ ნაწილში ჯვარცმა, ჩამოდიხარ და აი აქ არის ადამი და ევა. აქედან მოყვებიან, მე გადმოდის და ჩამოდის ისევ როგორც ვაზი. ესე. ბაგრატიონების განშტოება არის ადამ და ევადან მოყოლებული, იმიტომ არის ეს საკრალური გვარი. და მოდის აი აქ ჩვენი თუ ვთქვათ ეს აღმოჩნდა რომ ნასრა არის ინასარიძეების, ანუ ნასრაძეების ჩვენი გვარი ნასრაძეა. ნასრაძეების ფუძე და აი ამ ნასრასთან მივედი, ხო? მერე უკვე შო გახსნილია გზა. ეს უკვე ვახუშტი ბაგრატიონმა იმუშავა. ხო და ეხლა ნასრამდე მე უნდა მივიდე. ნახეთ? აი ესე მივდივარ, ნახეთ? აქედან იწყება და ადიხარ მაღლა. მიყვარს მაღლა ხტუნვა თუ ცურვა რაც გინდა ის დამარქვით.
გალმახიც ვარ სულ, გალმახიც თევზის ხაც და ბანანიც. გახსოვთ ეს სიმღერა? ხო გახსოვთ სული წმინდის მიერ სიმღერა. აი ესე ადიხარ, მაღლა ხტუნაობით რა. აი მაღლა ადიხარ, პორფირთან მიდიხარ, მე მიდიხარ ტოგოსთან, მე პორფირთან, მე სოფრომთან, მე გიორგისთან და ესე ადიხარ და აი აქ სადღაცა უნდა იყოს ნასრა. აი აქ უნდა მივიდე. თუ აქ მივედი და თუ ეს მართალი აღმოჩნდა, რომ ნასრა იყო ჩვენი გვარის ფუძემდებელი, გამოდის, რომ მე ვამტკიცებ იმას დოკუმენტურად. ახლა ადამიანებს ხო სჭირდება დოკუმენტური მტკიცებულება, გენეტიკურად ვერ ხედავენ ისე. დოკუმენტურად სჭირდებათ. ფესვებში ჩავდივარ კი ლაშა, ფესვებია ანუ კი. გამოდის, რომ მე ჩავედი ბაგრატიონთა ფესვში. განკურნე აქ. ჯერ აქ უნდა განკურნო ნასრასთან, იმიტომ რომ ნასრასთანაც მოხდა რაღაც გაუგებრობა. რატომ მოკლა დავით მეფე? ნასრამ იმიტომ მოკლა დავით მეფე, რომ ვერ გაიგო, რატო იჯდა თავისი ბიძაშვილი მის სკამზე. ვერ გაიგო. რატო იჯდა თავისი ბიძაშვილი მის სკამზე? რატო აღკვეთა მამამისი ბიძაშვილმა ბერად? თუ აღიკვეთა ბერად მისი მამა? ავა გაარკვიეთ. მაგარის აი ძალიან დიდი შრომატევადობა არის ახლა აქ, რაც უმუშავია. ამ ადამიანს, ვინც ამაზე იმუშავა, ვახუშტის. სუნბად კურაპალატი და არა სუმბად. სუმბად არა, სუნბად კურაპალატი. ადარნასე. დავით კურაპალატი 891 წელს. ბაგრატ კურაპალატი. აშოტ კურაპალატი 851 წელს. აი აშოტ კურაპალატი. ადარნასე იყო მისი ერთი შვილი. მეორე შვილი გურამ მამფალი. ხო? გურამ მამფალს ყავდა ასევე შვილები. ნასრე, აშოტი და რაო? ადარნასე აფხაზთა მეფე. რთული საკითხავია. ადარნასი და ბაგრატა. ცოლი ადარნასი და ბაგრატა. აფხაზეთის მეფისა. მოიცა გურამ მამფალს ყავდა ცოლი, ადარნასი და ბაგრატა. ორი ცოლი ყოლია თურმე. ადარნასი და ბაგრატა. ესე იგი 899 წელს აშოტი დაბადებულა და 888 წელს კი დაბადებულა ნასრე. ნასარე. ხო რა ნასარი. და ნასარ. მე ვფიქრობ, რომ ნაზარი არის აქ, ნაზრე. ნაზრე არის შეწირულს ნიშნავს რა. ნაზარ არის შეწირული და ნაზრე არის
ფუძე ამგვარი სავარაუდო მე ვარაუდობ მაგას რა და თუ ეს ვარაუდი მართალი აღმოჩნდა შანსი არ არის რომ რაღაცა ინფორმაცია მომაწოდოს ღმერთმა და ეს არ აღმოჩნდეს მართალი ყველა შემთხვევაში წყვილად არ მომაწოდებდა ამ ინფორმაციას და და რატო დამაყენა ამ გზაზე, ეგეც არ გავიგებთ მაგასაც მალე. აი ნახეთ. აქ წერია გლეხის სოფრომ გიორგის ძე ნასრაძე. ეხლა აი ამ გლეხის ახსნა არის როგორი, იცით? აქ ეწერა აზნაური, ფეოდალი, გლეხი და ასე შემდეგ რა. და ამის მიხედვით იგებდი ვინ იყო ეს ადამიანი, მნიშვნელოვანი თუ არა მნიშვნელოვანი. ხო და აქ გლეხი წერია, მაგრამ ეს გლეხი რატო წერია, ეგ უნდა გავიგო. თუ ის ნასრადან მოდის, მაშინ შეფარულად იყვნენ და დამალულები იყვნენ. ეგრეც ვიცით, რომ ჩვენი გვარი, იქ რომ აიყვანეს ეს ორი ძმა, იყო დამალული, როგორც არა ბაგრატიონი, არამედ როგორც ფეოდალი რო ეწეროს, მოიძებნებოდა, იმიტომ რომ ნასრას დასტევდნენ მაშინ. ხო და მის შვილებსაც რა თქმა უნდა და აი რა მოხდა, ეგ უნდა გავარკვიო რა. მათ გამოსასწორებელია რაღაც ფესვია დაზიანება. ან შეიძლება სულაც აღმოჩნდეს, რომ არაფერი დაზიანება არ არის და მივალ იქ, სადაც ჩემი თავია რა. საიდანაც მოვდივარ. შეიძლება მართლა გლეხი ვარ, რომელიც ჩვეულებრივად იყო ვიღაცის ასული, მერე ძე, მერე ასული. ხვდებით, ხო? გასარკვევია ჯერ კიდევ. გვარში დევს ფუძეები. აი ეს ფუძე, საიდან მოდის, ვისი ძე ხარ, ის ირკვევა. ხო? და აი რატომ ეხლა ჩავეძიე, მე ვერ ხვდები. მე არ ვიცი საერთოდ საიდან მომივიდა ეს იდეა, რომ აი აქ მე ბაგრატოვანთა ხეს ავყოლოდი და აქ უცბად ვენახა ნასრე. და რატომღაც დამეკავშირებინა ჩემ გვართან. ეს ხო არ ხდება შემთხვევით არაფერი ხალხო. ხო იცით რომ შემთხვევით არ ხდება. მე ნასრის შესახებ წავიკითხე. ეს ადამიანი რო გააქციეს კონსტანტინოპოლში, იქ 8 წელი იყო, მისი ცოლ-შვილი აქეთ იყო. მე ჩამოიყვანეს ისევ, მე მოკლეს მალევე. შეიძლება არც აღმოჩნდეს, მე უბრალოდ მაინტერესებს, კვალზე ხო დავდექი რა. ხო და თუ არ აღმოჩნდება ეს ესე მერე რა, აღმოჩნდება სხვა საიდან მოვდივარ, იმას გავიგებ, ხო? ხო, ეგ იქნება საინტერესო. იმიტომ რომ სოფელ ზემოგრიხში რამდენიმე გვარი გვხდება მხოლოდ. ნასრაძეები, ფონჯავიძეები, ტოგონიძეები, ჯებაშვილები და კიდევ იყო. იქ სხვათაშორის მთავარანგელოზის ეკლესია იყო და ბევრი მინდიოდა, ადიოდა და ჯვარს იწერდა. სხვათაშორის ნახე ერთ-ერთი გვარშიც არსანიძეებიც იქ იწერდნენ ჯვარს, ანთაძეც ვნახე, ჯვარი აქვს დაწერილი. კიდევ ნახე კობერიძეებიც არის მოხსენიებული, ჯვარს იწერდნენ. კიდევ ვინ იყო, ვინც დამამახსოვრდა. დავლიანიძეები, კაციტაძეები, ვინც შემხვდა და დამამახსოვრდა რა, ეხლა ეს ვინ იწერდა იქ ჯვარს იმ ეკლესიაში, მთავარანგელოზის ეკლესიაში. და მღვდელი წერდა ნასრაძე, რომელიც ჯვარს წერდა და ის ხელს აწერს, რომ აი ესა და ეს დაქორწინდნენ, ამისა და ამის შვილი, ამისა და ამის ასული ძე. ხო და შეგიძლიათ ნახოთ, ახვიდეთ,
თქვენს ფესვშიც რა. დაბადება და გარდაცვალება არსებობს. ესე იგი დაბადებულები არიან ძირითადად ნასრაძეები და ინასარიძე სხვადასხვა არ შემხვედრია მე იქ დაბადებული ჯერჯერობით 10 წლის განმავლობაში 1882 წლიდან 90 წლამდე დაბადებულში მე არ მინახავს ჯერ ინასარიძე. მე ვხედავ ნასრაძეები იბადებიან მხოლოდ. ხო, ბონჯავიძეები იბადებიან, ძირითადად ნასრაძეები. ტოგონიძე ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვიცი რომ იქ ტოგონიძეები არიან. და ჯებაშვილი. ვიღაცა ჯებაშვილი. სხვათა შორის ჩემ პირველ შეყვარებულს ჯებაშვილი ერქვა გვარად და რაღაც კარმული გქონდა ეთყობა. ხო. კარგი მეგობრებო, წავედი ახლა მე გაკოცეთ და მოვძებნი იმ ფურცას, თორე ხვალ მჭირდება ეგ ფურცელი. ალბათ თქვენ ისიც მე კიდე შემოგიერთდებით სხვა დროს. გაკოცეთ ღამემში, პირველი საათი გამხდარა უკვე. მიყვარხართ.